რეგულაცია და რეგულაციის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მედიის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც კანონის მიღების დროს, არც კანონმდებლის, არც შემდგომში კომისიის თვითმიზანი არ ყოფილა და არ იქნება რაიმე სადამჯელო მექანიზმების და სანქციების გამოყენება რომელიმე მაუწყებლის მიმართ. მიდგომა იქნება თანაბარი, თუმცა ყველას უნდა კაფიოდ გვახსოვდეს და იმ პასუხისგებლობიდან გამოვიდეთ, რაც დღეს საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე ნებისმიერ მაუწყებელს გააჩნია, რომ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება ეთერში, არ შეიძლება სიცრუის ტირაჟირება, არ შეიძლება ამა თუ იმ ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება. მედიას, პასუხისგებლიან მედიას მაღალი სტანდარტების დაცვისთვის, ჩემის აზრით, არც კანონის მოთხოვნები და კანონის რეგულაცია არ ჭირდება, ამ მოთხოვნებს მედია ისედაც უნდა იცავდეს. კომისიის როლი იქნება ამ შემთხვევაში ის რომ პირველი და ამოსავალი, რა თქმა უნდა, უმთავრესი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და კანონის აღსრულება თანაბრად განურჩევლად ყველა მაუწყებლისა, ვისაც აკისრია ის პასუხისგებლობა დღეს და ვისაც გავლენის ძალიან დიდი მასშტაბი აქვს ჩვენ საზოგადოებაზე. ამ ნეგატივისგან, აი ამ ყალბი, ცრუ არაფრის მომცემი ინფორმაციისგან და აი ამ ველისგან საბოლოოდ უნდა დავცალოთ მედია და გავაჯანსაღოთ ეს გარემო. ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების შეუხებლობა, ეს არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული სტანდარტი და აქ ხაზი მინდა გაუსვა, რომ სწორედ აი შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა და უკვე შემდგომში შემუშავებული გზამკვლევი მაუწყებლთა ქცევის კოდექსი სწორედ რომ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება. ბრიტანულ მოდელს ეფუძნება ძალიან ბევრი ქვეყნის, ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა მედია რეგულირების ნაწილში. და იმასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ სანქციები და სადამჯელო მექანიზმები ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, ვიდრე ეს ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ხაზს გაუსვენ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ იქნება სადამჯელო მექანიზმების გადადგმა, თუმცა მედიასაც აუცილებლად მოუწევს თავისი წილი პასუხისგებლობის აღება ამ ნაწილში, რომ კანონი არსებობს იმისთვის, რომ კანონი უნდა აღსრულდეს.